Podcast Point-ი წარმოგიდგენთ. ბავშვების გაჩენა ოჯახში ქალს რაღაც ახალ ენერგიას მატებს. მე ვერაფრით ვერ წარმოვიდგენდი, რომ თუ აი ეს ზალა მომეცემოდა, გაგიჟდები, იცი რამდენ ამას ვაკეთებ. ამ ყველაფერს ჭირდება ფორმაში ყოფნა. ზოგჯერ ვზგავ და მე უკვე იმდენი რამე ვიცი, რომ აი 5 შვილს კი გავსდიდი. შენი ოქროს წესი გარეგნობაზე ზრუნვაში. აუცილებელი ფორმატია ვარჯიში ჩემთვის. გავხდი 30 წლის სიტყვაზე და რამე ხო არ გამეკეთებინა. როდესაც კი წამოვჭრიდი აი ამ თემას, აი აბსოლუტურად ყველა ჩემი მეგობარი სტარტზე იდგა, რაღაცა 2 კვირა გადის და ისევ ისეთი ხარ. ანუ იკეთებდი. რომ დავიწყე ამის გაკეთება, ჩემ თავს ნამდვილად ვეღარ ცნობდი. თანამედროვე ესთეტიკური პროცედურებიდან რომელია თამუნა ამონაშვილის ფავორიტი პროცედურაა? როდესაც კანი იკიდება, იმ კაც არაფერი აღარ შველის. მითხრეს, მე არ ვიცოდი ეგა. მე ჩემი შეკერილი 60 მეცვა. ქსოვით ძალიან ბევრს ქსოვ. ზოგისთვის ტკბილია, ზოგისთვის ფქვილია. ზეხვეულზე ვამბობ ვარ. როგორ მოყავს სხეული ფორმაში? რაც მოსაშორებელია, უნდა მოიშოროს. მე ვარ კიბორჩხალა და განვიცდი აი აბსოლუტურად ყველა დეტალს. პატარა რაღაცა განვიცდი, ნუ. კიდე გასწავლო რა უნდა ხარ. მინდა. დაიხარჯა შეივსე წყალი მთის. გადაცემას წარმოგიდგენთ წყალი მთის. გადაცემის სპონსორია მკვდარი ზღვის ბუნებრივ მინერალებზე დამზადებული ბრენდი აჰავა. კანის მოვლის მსოფლიო ბრენდი ავერსისგან. მოგესალმებით პოდკასტის მორიგი ეპიზოდი. დღეს ძალიან მაგარი სტუმარი მყავს, განსაკუთრებული სტუმარი მყავს Podcast Point-იდან ვიწერებით და გერთვებით როგორც ყოველთვის. მადლობა ამ სტუდიას და ჩემს თანაგუნდელებს. თამუნა ამონაშვილი, არ უნდა ბევრი წარდგენა, ახსნა განმარტებები. დიდი ხანია საქართველოს საზოგადოება თამუნას იცნობს როგორც წარმატებულ შემოქმედს, მომღერალს, რა ვიცი, ამ შოუ ბიზნესის ინდუსტრიის შესანიშნავ წარმომადგენელს. შენი სიმღერები მეც ბევრი მახსენდება ხოლმე, ხანდახან წავიღინებ კიდევ ძველი რეპერტუარი და ახლა თველს ვეღარ გადავენებ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამ მიმართულებისაც წარმატებები. სიახლე გაქვს ცხოვრებაში, ყველამ ვიცით და გილოცავ პირველ რიგში. იონა და მელანია, ორი ანგელოზი მოგივლინათ ღმერთმა და გახარებულები იქნებით ბუნებრივია, ხო? რა თქმა უნდა, რამხელები არიან ეხლა? მოგესალმებით ყველას, თქვენ სვენელს. მადლობა. ნუ მართლაც საოცრება მოხდა ჩემს ცხოვრებაში. ჯერ კიდევ ვერ ჩემს ამპულაში ვერ ვჯდები, იმიტომ რომ ჯერ კიდევ სადღაც ვარ ზევით ჰაეროვნებაში. ვერ ვიჯერებ აი ამ დიდ საჩუქარს, ნუ მაგრამ რეალურია, ხო? და ყოველთვის ვიწყებ და ვამთავრებ უფლის დიდებით და მადლობა უფალს ამისთვის. ნუ მოივლინენ ორი ადამიანი, მელანია და იონა, რომელმაც საოცარი გადატრიალება მოახდინა ჩემს ცხოვრებაში. აბსოლუტურად სხვანაირი შეხედულებები გამიჩნდა ყველას და ყველაფრის მიმართ. აი ადამიანების მიმართაც კი ყველაფრის მიმართ. ადრე თუ ვფიქრობდი რაიმეს განსაკუთრებულს, განსხვავებულს და ვნერვიულობდი, დღევანდელი გადმოსახედიდან უფრო სიცილი მგურის აი თემას რომ გავიხსენე. ძველი პრობლემები კი. იმიტომ რომ მართლა არაფერი არ არის აი ამაზე დიდი თურმე და ეს მართლაც საოცრებაა და ნუ მოხდა გვიან, მაგრამ მადლობა. გვიან პირობითია ხო? რა მნიშვნელობა არა აქვს შვილი რომ თავარია დაიბადოს და იყოს. მომწიფდა და მოხდა მაშინ როცა საჭირო იყო. მამა როგორ ღებულობს ამ ყველაფერს? ისე ჩვენ ორივე ერთნაირად აი რომელი უფრო მეტი ნაკლები არ არსებობს. რაღაცა ერთ დონეზე ნაწილდება აბსოლუტურად ყველაფერი და საოცარი მამა გამოდგა. აი ზოგჯერ ეგ დამატებით ბონუსი. აი რაღაცა ზოგჯერ გავკურებული ვზივარ და უყურებ, ნუ თუ ეს რეზიკ მართლა შეიძლება. რა, საოცრებას ასეძახი. აი ზრუნველი, საოცრად ზრუნველი. აი აბსოლუტურად ისეთ რაღაცებს აკეთებს, რასაც თქვათ, აი ძიძებიც კი ვერ გააკეთებენ და ძიძა არ ყავს ჯერ. ხო, ძიძა არ ყავს ეს არ არის რაღაც სიძგან გამომდინარე, რომ აი რაღაცის გამო არ ყავს. ჩვენ უბრალოდ მართლა ჩვენი შინაგანი მდგომარეობისგან გამომდინარე არ ყავს, იმიტომ რომ მე ვთვლი რომ იცი რა, აი ბავშვები, რომელიც ასეთი ნანატრი ბავშვები არიან, თქვათ, ჩვენს ცხოვრებაში, ვერაფრით ვერ წარმომიდგენია, რომ აი სხვა ადამიანმა მონაწილეობა მიიღოს გარდა ნუ ახლობლების და ჩემი ოჯახის წევრების. უბრალოდ ჩვენ გვინდა რომ გავაკეთოთ აბსოლუტურად ყველა წვრილმანი, ჩვენ შევიგრძნოთ ყველა ის ენერგია, რაც ბავშვს გააჩნია
გააჩნია მშობლებთან დამოკიდებულებაში, იმიტომ რომ აი ჩვენს მათთან ერთად ვსწავლობთ, მართლა ბევრი რამე არ ვიცოდით, არც ვიცით დღევანდელობაში, დღევანდელი გადმოსახედიდან, მაგრამ მათთან ერთად ვიზრდებით და ვსწავლობთ. აი ესეთი შეგრძნება გვაქვს ორივეს. და რა ვიცი, ვფიქრობ, რომ ალბათ ეს უფრო კარგი ფორმაა იმისთვის, რომ რაღაცნაირად ბავშვი ალბათ როგორც კი იბადება, იმ წუთიდან ხდება მისი აღზრდა, ხო? თქვენ ახლა მოგეხსენებათ მედიცინაში, ხო? საოცარ ვცდილობთ, რომ საოცარი სითბო და სიყვარული ვაჩუქოთ ბავშვებს, გამომდინარე იქიდან, რომ ახლა გაგეცინებათ, მაგრამ მთელი დღე ხელში გვიჭირავს, კოცნით, ვეფერებით, აი რაღაც სხვანაირად ვერ წარმომიდგენია. არ ვიცი. ღამე დაძინებთ უკვე მარტო თუ ჯერ თქვენთან გვიახლოვახავთ? ჩვენთან ძინავთ, იმიტომ რომ ჯერ 8 თვის პატარები არიან, ეხლა იწყებენ რაღაცა ხოხვას რაღაცა და ძალიან გვეშინია, იმიტომ რომ მართლა ბევრი რამე არ ვიცი და აი მათთან ერთად ვიგებ ვსწავლობ. მაგარია. ეხო, კაია, გამოსtildeება ხო. მაგრამ უკვე იმდენი რამე ვისწავლე, რომ ზოგჯერ ვსგავ და მე უკვე იმდენი რამე ვიცი, რომ აი 5 შვილს კი გავსდიდი, თითქოს გავზარდე უკვე 5 შვილი, ხო. კარგია. ამბობენ, რომ ბავშვების გაჩენა ოჯახში ქალს რაღაც ახალ ენერგიას მატებსო, ძალას მატებსო, ხო? ანუ ეს ფილოსოფიური თემა არის ერთ მხრივ, იმიტომ რომ შვილი გაგიჩნდა და ეს დიდი ენერგიის მომტანია, იმიტომ რომ ზრუნვა მას სჭირდება. მეორე მხრივ თქვენ რას გზნობთ? რა შეიცვალა თამუნას ცხოვრებაში მას შემდეგ, რაც ბავშვები გაჩნდნენ, გარდა იმისა, რაც მოყევით. გაგაძლიერა ამან რაღაცა. საოცრად გავძლიერდით. მე დილით რო ვდგებოდი, აი რაღაც ძალიან გადაღლილი, დაღლილი, რაღაცა უბრალოდ პროფესიაც ისეთი მაქვს, რომ ყოველდღე რაღაც ხდებოდა და აი ეხლა რო ვდგები, მე არ ვიცი მართლა ვერ გზნობ საიდან მოდის ეს ენერგია. ეს თუ არ არის ბავშვის ენერგიიდან გამომდინარე და რა თქმა უნდა უფლის ძალა, რომ უფალი ყოველთვის ყველაფერში გვეხმარება, ხო? მე ვერაფრით ვერ წარმოვიდგენდი, რომ თუ აი ეს ძალა მომეცემოდა, გაგიჟდები, იცი რამდენამეს ვაკეთებ, აი საოცარ, მე თვითონ გაკვირვებული ვარ, მე ეს როგორ შემეძლო, მე ეს აი ამ ყველაფრის კეთება, უამრავი წვრილმანია, ხო? მაგრამ თურმე შეუძლია ადამიანს, თურმე შვილის სიყვარულს აი მართლა დიდი რამე საკუთარი თავისთვის დრო თუ გრჩება აი არ მრჩება ჯერჯერობით პატარა დრო გადავწყვიტე რომ აი ყველანაირად ბავშვების ენერგიაში ვიმუშაოთ რომ ბავშვების სწორი მიმართულებით წავიყვანოთ ენერგეტიკულად ორივე ერთობრივად ერთი მიმართულებით გახართ ამ გრძელსებზე და ერთი მიმართულებით კი აი არ გადავდივართ რელსებით ბავშვები ცოტა ხანი ალბათ რაღაც წლინახევრის რომ გახდებიან შემდგომ უკვე შეგვიძლია ბაგაბაღი დავიხმაროთ და ასე შემდეგ საერთოდ ფსიქოლოგიაში მიჩნეულია ხა მე მაგ დარგის წარმომადგენელი არ ვარ მაგრამ მქონია გარკვეული შეხებები რომ უპირობო სიყვარული პირველი წლების განმავლობაში ეს არის 3 წლამდე ასაკი ბავშვის როცა მისი ფსიქიკის ფორმირება ხდება არის ყველაზე მთავარი და თქვენ რასაც ახლა ყვებით ხო წვილი როგორ ზრუნავთ პრინციპში ეგ არის ის რომ სულ ბოლომდე უნდა დაიხარჯო შვილების ასე ვთქვათ სიყვარულში და საქმე სამსახური ეს ყველაფერი კარგია, საჭიროა, მაგრამ მოითმეს, როცა ამ უპირობო სიყვარულის მომენტის არსებობა ახლა თქვენ ცხოვრებაში. მაგარია, მიხარია, ყოჩახთ ამო, ძალიან მაგარია. კარგი. ეხლა უყურეთ, ჩვენ სტუმრებთან ყოველთვის საუბრობთ თავის მოვლაზე, ჯანმრთელობაზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. შენი ოქროს წესი გარეგნობაზე ზრუნვაში. იცი რა ჩემი ოქროს წესი რაღაცა ბევრ შტრიხებს მოიცავს ერთს ვერ ვიტყვი ბევრი რამდენი და გისმენ ყურადღება ისეთი აი ყველაფერი რაღაცა ჯაჭვური რეაქცია ყველაფერი ერთმანეთთან არის გადაბმული აუცილებელი ფორმატია ვარჯიში ჩემთვის წყალი
აუცილებელზე აუცილებელი, აი კვებას რაც შეეხება. შეიძლება მე ძალიან მიყვარს ტკბილი. შეიძლება რაღაცა პერიოდში სწორად არ ვიკვებო, მაგრამ არ ვდარდობ, იმიტომ რომ მე ვარჯიშობ და ვარჯიშის ფონზე რას ვარჯიშობ? რა არის? აი სხვადასხვა, ნუ როგორ გითხრათ? და დარბაზი, დარბაზში ეს ჭირბილი. ადრე ვარჯიშობდი და აბსოლუტურად ყველაფერი ვისწავლე რა რისთვის რომელი ვარჯიში რისთვის არის საჭირო და ამიტომ ეს უკვე ვიცი და ვისწავლე. და ეხლა სახლში ვარჯიშობ, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ მე ბოლო ხანებში დრო აღარ მქონდა იმის, რომ რაღაცა დარბაზებში სიარული გამეგრძელებინა და ამიტომ ჩემთვის დრო ძალიან დიდი ფასი აქვს და ვეღარ ვახერხებ. კვება ახსენე, ტკბილი ახსენე, კვება, აბა ტკბილი, ძალიან მიყვარს ტკბილი. ნუ ეხლა ცოტა ისეთი კარგი კვებაც, ნუ როგორ გითხრათ, როცა რა მინდა, იმას მივერთმე. მე არასდროს არ მაქვს ის მდგომარეობა, რომ აი ეხლა ეს არ შეიძლება და არ უნდა ვჭამო, არ უნდა მივერთვა. აი ყველაფერს ცოტ-ცოტა არ მიყვარს ეხლა რო გითხრათ, აი ხორცები და თუ არის ცოტას მივერთმე, მაგრამ ისე რომ მე ყოველდღე ხორცი, ხო, გასაგებია, ანუ ხო, უბრალოდ მიყვარს ტკბილეულობა და ამაზე უარს არასდროს არ ვიძახი. რაც შეიძლება წყალს ძალიან ბევრ წყალს ვსვავ, მე ვთვლი რომ ქალის ორგანიზმისთვის და კაცისთვისაც ხო დამეთანხმებით, ნუ რაღაცნაირად წყალს რაღაცა დიდი ენერგია მოაქვს, მე ასე ვთვლი. მარხვა არის ჩემთვის ძალიან აუცილებელი. არა მხოლოდ სხეული, იმიტომ რომ სხეულთან ერთად სულსაც უნდა კვება და ამიტომ გამომდინარე აქედან ჩემთვის მარხვას ძალიან დიდი დატვირთვა აქვს ჩემს ცხოვრებაში. ლოცვა მარხვას. რა საინტერესო კომბინაციებია, ეს ძალიან მნიშვნელოვანია სულიერებაზე და ფიზიკურ სხეულზე ერთობლივი ზრუნვა? ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი. უბრალოდ მე იმდენად მივეჩვიე და იმდენად ეს ჩემი ცხოვრების წესია, რომ სხვანაირად არ ძალმიც ასე შემიძლია ვთქვა. რამდენი ხანია რაც მარხულობ მაგალითად, რამდენი წლებია? მე ბავშვობიდან სადღაც 17 წლის ვიყავი, როდესაც მოვხდი სიონის ტაძარში და გალობა დავიწყე სიონის ტაძარში და აი ერთი თვის მერე მოხდა ძალიან დიდი გადატრიალება ჩემს ცხოვრებაში, მოხდი ივერიაში, ასე დიდ ბუმბერას ანსამბლში და აი რაღაცნაირად მე მინდოდა კლასიკა, კონსერვატორიაში ჩაბარება და რაღაც აი ამ გზაზე წამიყვანა რაღაცა ზეციურმა ძალებმა უფალმა, მე ვთვლი რომ უფლის ძალა ეს ყველაფერი, ხო? გაძლევს გზებს, შენი გზა რომელი უფრო შენ თუ სწორად ენერგიებით მიხვდები და იმიტომ რომ ყველა გზა თავისუფალი გაქვს, 4-ვე გზა, მაგრამ უნდა მიხვდე ენერგეტიკულად, რომელ გზაზე წახვიდე. და აი რაღაცა წავედი აი ამ საესტრადო გზაზე და ოღონდ მე გალოვდი ძალიან დიდხანს დღემდე. ანუ ჯერ გალობა იყო და მერე წავიდა. ხო, 17 წლის ვიყავი, როცა დავიწყე გალობა და ზუსტად ერთ თვეში მოხდა უკვე ეს დიდი გადატრიალება ჩემს ცხოვრებაში. და რაც შეეხება დღევანდელობასაც, ნუ დღევანდელ დღესაც ვაგრძელებ მე გალობას, იმიტომ რომ მართლა? კი, აბა, დავით აღმაშენებლის პატარა ტაძარში ვგალობ. ეს ჩვენი გუნდი, რომელიც იქიდან მოდის სიონის ტაძრიდან, ახლა აგრძელებენ აი აქ მოღვაწეობას და ესე რუტინა არის ცხოვრების შემადგენელი ნაწილია. აუცილებლად ეს ამის გარეშე მე ნამდვილად არ ვარ ბრავო. არაფერი. შენ დანახვა ტაძარში ბევრ მრევლის წარმომადგენელს გაეხარჯება. ისეთი პატარა ოჯახივით არის, ყველა ერთმანეთს იცნობს, ყველა ერთმანეთს ეფერება, რაღაცა მორწმუნე ადამიანები, რაღაცა სხვას ვხედავ მე მორწმუნე ადამიანებში, აი სხვა სითბოს, სხვა რუდუნებას, აი არ ვიცი რაღაცა სხვანაირები არიან და მე ისე მიყვარს რაღაცა შაბათი და კვირა რომ მივდივარ, ჯერ კვირა დღეს საოცრად ბევრი ბავშვები რომ მოდიან და ყველა რო ზიარებას იღებენ, რაღაცა ძალიან ლამაზია ეს ყველა. მე მესია მოლეხე აი საოცრად ჩვენთან ერთად რო იზრდებიან ყოველ კვირა რომ მოდიან და გაზრდილები არიან, რაღაცა საოცარი შეგრძნება. ძალიან მაგარია. კარგი. ამ თემებზე შეგვიძლია უამრავი ვისაუბროთ, იმიტომ რომ საკმაოდ ტკბილი თემაა, სულიერი
მეცნიერება და რელიგია და როგორ განიცდის ადამიანი ამ ყველაფერს. მოდი ახლა ცოტა ფიზიკურ სხეულზე გადავიდეთ, ხო? გამომდინარე იქიდან რომ ხარ ესტრადის წარმომადგენელი. ამ ყველაფერს ჭირდება ფორმაში ყოფნა. ახსენე ვარჯიშები, გასაგებია ფიზიკურად აქტიური ცეკვა შეგიძლია ვთქვათ არიღლები და ლაივ კონცერტის რეჟიმში წარმოდგენა რთულია, ხო? მით უმეტეს ამ ბოლო პერიოდში რასაც ხედავთ არის ხოლმე როცა თქვენ ჩართული ხართ ინტენსიურად სხვადასხვა ღონისძიებებში. ვიზუალური მხარე. როდის იყოთ ამ უნაცხოვრებაში ის თუ კი თავისუფალი ხარ ამ შეგიძლია გითხრათ შეგიძლია არა როცა შენ თქვი ჩათვალე რომ რაღაც აი გავხდი 30 წლის სიტყვაზე და რამე ხო არ გამეკეთებინა ან რაღაც ბოტოქსისკენ ხო არ გადავიხარო ან რამე ჩარევა ხო არ გავაკეთო აი ეს ისტორია თუ გაქვს იმიტომ რომ მაყურებელს ძალიან აინტერესებს ნობადი სახეების ეგრე ქალებს ყველას აქვს ბავშვობიდან სიბერემდე ეს განცდა აი რამე ხო არ შევცვალო რამე ხო არ გავაკეთე რა თქმა უნდა მე ყოველთვის მქონდა აი სურვილი ცხვირის ოპერაცია გამეკეთებინა მაგრამ როდესაც კი წამოვჭრიდი აი ამ თემას აი აბსოლუტურად ყველა ჩემი მეგობარი სტარტზე იდგა უკვე რა თქმა უნდა იმიტომ რომ ყველა მიხსნა არ ვიცი იცი სხვა თვალით ეს ერთი ხომ არის აი რამდენი ადამიანია ჩემს გარშემო ხო რამდენი მეგობარი ოჯახის წევრები აი აბსოლუტურად ყველას ერთი აზრი ქონდა რომ ეს ცხვირის ფორმა ანუ მე რაც მაქვს მე მაძლევს ჩემს ხასიათს. მაშინ დავიკარგებოდი და აღარ ვიქნებოდი ის ხო, აი რაღაცა ძალიან ანუ თოჯინური ხდები უკვე და კი მე ძალიან მომწესდი ლამაზი და რაღაცა დახვეწილი ცხვირები, მაგრამ მე რეცი იმდენად მეშინოდა ძალიან მინდოდა, მაგრამ მე ოპერაცია, აი ძალიან მეშინოდა. და აი ყველა გადაწყვეტილების აი რომ მიუახლოვდებოდი, მე უცბად ისე ბოლო ვერ მიხვდი. ვერ მივედი და ამიტომ მე დამრჩა ეს ხვირი. ძალიან კარგად არის მაგ ხვირი მაგ სახეში. სხვა აი მაგალითად თავის მოვლის პროცედურები. დავიწყოთ მარტივი პროცედურებიდან ბიორევიტალიზაციებს იკეთებს ხალხი რაღაც აპარატულ ტექნოლოგიებს მიმართავენ. ეს მე ძალიან გვიან დავიწყე სხვათა შორის. აი არ ვიცი რატომღაც გვიან დავიწყე, მაგრამ გაგჭირდებოდა საუბრობ. აი მე შემდეგ მე ვიტყვი, ვიცი რა მართლა გულწრფელად გეტყვით, რომ რაღაცა პერიოდში გამიჩნდა პროტესტი. აი რამდენიმე წლის წინ. ესე იგი ბიორევიტალიზაცია რაღაცას გაიკეთებ, ნუ დახარჯავს ასწაულ თანხებს, ნუ ხა მოგეხსენებათ რომ ძალიან ძვირი ეს ხო? და რაღაცა 2 კვირა გადის და ისევ ისეთი ხარ, ნუ რაღაცა 2-3 კვირა იყო ანუ იკეთებდი. კი როგორ ეხლა ყველა ადამიანს აქვს მით უმეტეს მომღერალი მსახიობი ეკრანი, ნუ სხვა მაგიტო დავიწყეთ მაქენა საუბარი, ხო? ხდები სხვა მდგომარეობა გაქვს უფრო განსხვავებული. მიუხედავად ამისა, ზოგი ძალიან ბევრი ქალი დღეს აბსოლუტურად ყველა რაღაცას იკეთებს, აკეთებს, იმიტომ რომ ყველას უნდა რაღაცა გამოიყურებოდეს, კარგად ხო ყველა ხალხს უნდა. ეხლა უბრალოდ შემოსულია იმდენი რაღაცა, იმდენი საშუალება, რომ დღეს ეს აღარ არის, იცი, აი რაღაც რა გავიკეთე, არ გავიკეთე, თუ არ გაიკეთებ და ნუ გაიკეთებ, ხო? გაიკეთებ და ხო კარგი, ნუ ეხლა, მაგრამ მე თვითონ გამიშდა პროტესტი, რომ აი ძალიან ცოტა ხანი ეფექტურობა იყო, ძალიან ცოტა. და შეეშვი მე რა? შეეშვი, აღარ ვიკეთე. იცი რა არის, მე ვაკეთებდი ძალიან მაგარი ის აღმოვაჩინე კისრის ვარჯიშები. აი ძალიან მაგარი. მაჩვენე. აი ნუ ეხლა როგორ პირობითად რა, ანუ თუ რაღაცა მარტო. აი ნუ რაღაცა გვერდზე. და ამას აკეთებ. ანუ როწვები კისერი ადის, შადის, როწვები ამოდის. არის ეგ თერაპია. აი საოცარი, ნუ ერთ-ერთი კარგი ბიჭია რაღაცა, უცხოელია, მთელი ისინი აქვს საათობრივი ვიდეოები და სასწაული, ესე იგი, რომ დავიწყე ამის გაკეთება, ჩემ თავს ნამდვილად ვეღარ ვცნობდი, რა, ძალიან კარგია. და მე ვთვლი, რომ აი ესეც ერთ-ერთი აი ვარჯიში ეს იმდენად მაგარი რაღაცაა, რომ შეიძლება სულ არ და აი შეიძლება დაგჭირდეს რაღაცა გააკეთო, მაგრამ არა ძალიან ბევრი აღარ დაგჭირდება და რაღაცას წახალისებ შენს სხეულს. აგზელებთ მაგ ამბავს? კი, ამ ამბავს სხეული. ხო, აი ბოტექს რაც შეეხება, ბოტექსიც აი რამდენიმეჯერ გააკეთებული მაქვს და აი მე ვერ ვცნობდი ჩემს თავს ნამდვილად, აი აბსოლუტურად სხვა გამომეტყველება, სხვა ნუ რაღაც ის დაკაჩული და მე გადავწყვიტე რომ აღარ გავაკეთო, იმიტომ რომ
მე ძალიან ცვლი და ზოგს ძალიან უხდება. აი მე ვიცი ჩემი ახლობლები, მეგობრები, არა მეგობრებიც კი რომ ბოტექსი გაკეთებული ისე ლამაზად. აი გააჩნია ალბათ სხეულს, სახეს, ვის როგორ ხო, აი ყველა სხეულს თავისი დატვირთა და მდგომარეობა აქვს. აი მე არ მომიხდა. შეიძლება გავიკეთო, მაგრამ ალბათ ძალიან ცოტას რაღაცა ისე ვიკეთებ, რომ აი რაღაც არ შემეცვალოს სახის ფორმა. კიდე გასწავლო რა უნდა რა. მინდა. შეხარ უნდა მოხვიდე. კარგი მოვა. უნდა იმახსოვრე ხა. კი, მოვა. იმიტომ რომ აი ზუსტად ის ასაწყები იმას მიიღებ. ოღონდ მართლა. აი მოვალა უცილე. მინდა წყალიმთის შემოგთავაზო, აქვე თამო, ეს არის ახალი პროდუქტი Coca-Cola Bottles Georgia's, მინერალიზებული, გაზირებული წყალი ბრომატის გარეშე, ჯანსაღად. ასევე ჩვენს მაყურებელს შევახსენებ, რომ ეპიზოდის სპონსორი აჰავა წარმოგიდგენს უნიკალურ დაპატენტებულ ფორმულას ოსმოტეს, რომელიც საერთიანების უკტარი ზღვის 21 მინერალს, მათ შორის მაგნიუმი, კალციუმი და კალიუმი. ის უზრუნველყოფს კანის ინტენსიურ დატენიანებას, ეხმარება ელასტიურობის შენარჩუნებაში და ხელს უწყობს ნაოჭების წარმოქმნის პრევენციას, აგერდებს ეს ყველაფერი. შეგახსენებთ ასე, რომ ჩვენი პოდკასტები იწერება პოდკასტ პოინტში, შესანიშნავ გარემოში და სივრცეში. თამუნა თუ მოგეწონა, ეგენი შეგვიძლია მე გისახსოვროთ. Так, თანამედროვე ესთეტიკური პროცედურებიდან რომელია თამუნა მონაშვილის ფავორიტი პროცედურაა? იცი რა, არ ვარ ძალიან გათვითცნობებული ბევრ პროცედურებში, რაღაცებს რომ მოვისმენ, ვერც ვიმახსოვრებ იმდენი რაღაცა შემოსული, ხო და აი ძალიან ბევრი რამეა შემოსული, აი ინტერნეტს რო ჩახედავ, ნუ არ ვიცი, პაჭკა რო ეთქვია ძალიან ბევრი და მართლა ვეღარ აი დაბნეული ვარ ნამდვილად ერთადერთი ვიცი რომ ეს მეზოები და ეს ბიორევიტალიზაციები სრულიად უვნებელია. უბრალოდ ცოტა ხანი იძლებს და ეს ყველა იკეთებს და ალბათ უნდა გაიკეთო 1000-ში ერთხელ. მაგრამ უამრავი რაღაც აპარატი ძალიან ბევრი რაღაცა შემოსული. მაგრამ კი მაინტერესებს, მაგრამ ნუ აი ესე რომ მივიდე და გავიკეთო, ესე ჯერ არ მქონია ვარიანტი. როგორ უყურებ პლასტიკურ ქირურგიას? ხვირზე ვისაუბრეთ, კი, მაგრამ აი დაუშვათ ვიღაცა ძუძუს თემა აწუხებს, თქვა იქ ალიფე აქვს ვიღაცა ცხიმოვანი. მოსულა თუ არა თამუნასთვის რომ ეს ამ ტიპის ოპერაციებს ადამიანები ვიკეთებენ. იცი რა არის ახლა, როდესაც ადამიანს რაღაცა ზედმეტი აქვს, აი ზოგი გამხდრის გამო გამსუქანი იყო და აი მართლა როდესაც კანი იკიდება, იმ კაც არაფერი აღარ შველის. და ხა მე მივესალმები იმას, რომ ის რაც მოსაშორებელია, უნდა მოიშოროს და რაღაცა იცი რატო ფსიქოლოგიაზე იმდენად მოქმედებს, ახლა დამეთანხმები, რომ აი ქალსაც და კაცსაც რა მნიშვნელობა რაღაც არასწორი ან გახდომიდან რაღაც არასწორი ეს სხეული ფორმები ვარდება, ნუ რაღაც ისეთი გაურკვეველი ფორმები ჩნდება, რატომაც არა, იცი, უნდა გალამაზდეს ადამიანი და უნდა მოიშოროს ის ზედმეტი. ვინ არის შენი მთავარი მრჩეველი? მეუღლე? რომელიც გიყურებს, ხედავს, გაკრიტიკებს, კარგი გაგებით, თქვა, რჩევას გაძლევს, თუ მეგობრები და ქალები, თუ თქვა, შენი თავი. მე ყველაზე კარგად ვიცი როდის რა როგორ. აი ძალიან კარგად მაქვს შეთვისებული ჩემი სხეული, მე ჩემს სხეულს ველაპარაკები. სცენაზე დგახარ, ყველგან. მე ყოველთვის ვეკითხები მეგობრებს, ახლობლებს, აბა როგორ რანა მოვისმენ ბევრის აზრს, მაგრამ ყველაზე მეტად ჩემი აი შინაგანი შეგრძნებები ყოველთვის უფრო ამართლებს, იმიტომ რომ იმდენად განვითარებული მაქვს ინტუიცია. იმდენად რომ აი ადამიანი რო დგას, ვიცი ის შემზე რას ფიქრობს, ასე რომ მე ყველაზე მეტად ძალიან მიყვარს მოსმენა, ვუსმენ აბსოლუტურად ყველას, აი აღრთოვანებასაც, იშვიათად მეუბნებიან ცოტა კრიტიკას უფრო ნაკლებად ვისმენ, მაგრამ იცი ეს აღრთოვანება რაღაცა მე ძალიან მაბედნიერებს, მაგრამ მე ყველაზე კარგად ვიცი, აი იმ დროს როგორ გამოვიყურებოდი. რა თქმა უნდა, იმ სახით რომ იქიდან პარტერიდან როგორ ჩანვარმე, ეს ყოველთვის მაინტერესებს ემოციას ხო. მაგრამ დანარჩენი, აი მე რაც ვიცი, როგორ შევიგრძნობ რა მაცვია, აი იმ დღეს და ყველაზე დიდი კომპლიმენტი ჩემთვის არ არის გარეგნული მონაცემები. აი ყველაზე ბედნიერად როდის გხსნავ ვიცი თავს, აი როდესაც ჩემს პიროვნულ თვისებებს აღნიშნავენ და პიროვნული თვისებებით მაძლევენ კომპლიმენტებს. ეს პროფესიული, თო მაგარი სიმღერას რომ დადებ და ისიამორებ და ასიამორებ ხალხს, ამასაც
ხო გზნობ? აი ხო, ეს რაღაცა ისეთია რა. რა თქმა უნდა, იცი რატომ მე ყველაზე მეტად ვგრძნობ იმ დღეს როგორ გამოვიყო, რაც ზაძა უნდა მითხრან, აი მე რა მაგრად გამოვიყო. აი მე თუ არ ვგრძნობ თავს, რა აზრი არა აქვს. და გამომდინარე აქედან ჩემთვის ყველაზე დიდი არის სხვა რაღაცეები, აი პიროვნული თვისებები, ჩემი თუნდაც შემოქმედებითი და აი ამ მიმართულებით აღფრთოვანებას უფრო ვიღებ, ვიდრე ვთქვათ. უფრო ადამიანურ თემებში მესმის ეს ძალიან მაგრამ სიამოვნებს, რა თქმა უნდა, ეს მეუბნებიან. ეს მეუბნებიან, რაც კარგად გამოიყო. კარგი, რა არის შენი დილის რუტინა? აი მაგალითად მალამოებს იყენებ რამეს, რაღაც ბებოს დატოვებული რეცეპტი გაქვს, რომელსაც ვთქვათ პატივს ვცემ და ან რაღაცა პადრუგამ გასწავლა მეგობარმა უფლისწორედ და რაღაცას, აი მაგალითად დილას იღვიძებ. ეხა ისეთი რუტინა გაქვს, რომ ბავშვების ხარ გადართული, მაგრამ მაინც აი ზოგადად იცი აი დილა რა თქმა უნდა წყალი, შემდეგ ლოცვა, შემდეგ ყავა და შემდეგ უკვე ეს სარკესთან დგომა და იცი რა არის აი ძალიან მიყვარს სხვადასხვა კრემების მონახვა, მოძიება, რაღაცა შემადგენლობას რომ მკითხულობ, ან ვინმე აკეთებს რეკლამას უკეთებს, ზოგადად ესე დიდ რეკლამას რო აკეთებენ ნაკლებად მჯერა, მაგრამ აი უფრო ჩემი მეგობრების ახლობლების აზრებს ვითვალისწინებ, რომ აი მართლა კარგია რა და მეც ვყიდულობ და ვსინჯა. აი ძალიან 10-დან შეიძლება 2 მომერგოს. სავსე გაქვს მაგი და მე რა თქმა უნდა ამას ვისაც მოუხდება იმას ვჩუქნი, მაგრამ მე მიყვარს ეს რაღაცეები, რომ აი ხო, გამოვცვალო, უკეთესი შევიძინო და აი ასე ერთი და იგივე კრემზე არ ვარ, ხა ძვირიანი კრემებიც მიხმარია, ნაკლებად ძვირიანიც, მაგრამ მე ვთვლი რომ ძვირიან კრემებს კი აქვთ თავისი ძალიან კარგი დატვირთვა, მე ძალიან მიყვარს, მაგრამ ყოველთვის ვერ ახერხებ ადამიანს ძვირიანი კრემები, მაგრამ მე ძალიან მომწონს ძვირადღირებული კრემები, იმიტომ რომ შიგნით არის ის შემცველობა, რომელსაც ახლა აი ჩვეულებრივად რო ამზადებ კრემს, იქ არ არის ეს შემცველობა. იმიტომაც ფასი და ღირებულება აქვს მაღალი. ქარხნულად, და ამიტომ ახლა ზოგჯერ აძლევს შენ ადამიანი იმის უფლებას, რომ რაღაცა ცოტა ძვირიანიც იყიდო და საცხი გამოიყენო. მე თქვა მოგახმაროს გემრიელად ყოველთვის კარგი პროდუქცია. თამო, წონა, როცა სასწორზე დგახარ, ან სცენაზე დგახარ და შეიძლება სასწორზე სულაც არ დგახარ და გძნობ, ხო, შეგრძნების დონეზე, ან ტანის ამოსით, ან ფიზიკურად გძნობ რაღაცა, რომ რაღაცა ბოლო 1 თვეა სიტყვაზე რაღაცა და მიზეზების გამო წონა მოიმატა. რა მოქმედებები აძლიერებ, ვარჯიშს იწყებ, დიეტას, წყალს ზრდი, რაღაცა კალორიებს ითვლი, ფიზიკურად დარბის სირბილს იწყებ, როგორ მოგყავს სხეული ფორმაში? იცი, მე არ მაქვს ასაწონი. არასდროს არ ვდგები, ხო, არა. მე თვითონ ვიგებ რა მომენტალურად, აი ცოტა მომიმატ. 60-ით შეგრძნებით ხელით, აი ვიზუალით რა ასეც უყურებ ჩემს ხელს, ჩემზე კარგი ისე თვალი, ეხლა ნამდვილად კი, კარგია რომ, მაგრამ სპეციალურად არა მაქვს ეს ასაწონი, იმიტომ რომ ყოველდღე გიწევს აწონვა დადგომა, ვაიმე ხო და რაღაცა მოქმედებს და ამას დავანებებ. და რა მეთოდებს მიმართავ დაუშვათ თუ იზენი რომ ცოტა გაგეხსაწონა. ხო, ვარჯიშით რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა გააგრძელო ვარჯიში და ტკბილი ამოვიღო. აი არის დღეები, რომ ძალიან ბევრ ტკბილს ვიღებ. ნუ სადღაც მივდივარ, კაი დიდ ტორტის ნაჭერსაც შევჭამ. კარგადაც მოვიღე და აი მეორე დღეს ვცდილობ რომ თითქმის ნახევარი დღე მაინც ვიყო წყალზე და ყავა აუცილებლად მაინც უნდა დავლიო. ყავას ვსვავ თაფლით და ეს მე ძალიან მეხმარება და არის უგემრიელესი და ძალიან კარგია ეს B ვიტამინიც შედის ორგანიზმში. იმიტომ რომ ცალკე თაფლი ცოტა ისეთია, რაღაცა წნევას წევს, რაღაცებს, ხო, რაღაცებს ხო სხვადასხვანაირად გადააქვს და აი დილით ყავასთან და ძალიან კარგია ჯანმრთელობისთვისაც და ისედაც. ხო, რა თქმა უნდა ვაძლიერებ ვარჯიშს და ნუ ნაკლებ კვებას მეორე-მესამე დღეს და ისევ დგეხარ ფორმაში. თამო, ვიცი რომ სასცენო კოსტუმებზე საკუთარ თავზე შენ თვითონვე მუშაობ, ხო? ანუ კერვა გეხერხება, დიზაინი გეხერხება, თუ დიზაინერებთან ერთად შენ ვერსიას თავაზობ. დავიწყოთ ახალგაზრდობინა და დღემდე რა ხდება?
იცი რა არის, აი როდესაც მე სცენაზე დავდექი პირველად ეს თოვლის ბებოს ზღაპარში, ივერიაში, კონცერტებზე, მაშინ არ იყო, იცი, ეს რაღაც მაღაზიები, ისეთი ძვირად ღირებული კი არა. ხო, დიზაინერების და ასე, ანუ ცოტა განსხვავებული ტანსაცმელი ნაკლებად იყო და ნაკლებად იყიდებოდა ცოტა განსხვავებული სამოსი რა, შემიძლია ასე ვთქვა. და რაღაცნაირად მე ბავშვობიდან მანამდეც ვკერავდი, იმიტომ რომ დედაჩემი არაჩვეულებრივად კერავდა, ქსოვდა, მღეროდა. დედის და მამის გენები გვაქვს, მეც და ჩემდასაც. და ესე იგი, მე თვითონ ვისწავლე ქსოვაც და კერვას. ძალიან ბევრი ნაწერი მაქვს, საუკეთესო ნაწერი, გადაგდებული, გაბუჭებული და დედაჩემი აბუჭებამდე. მაგრამ სხვანაირად ვერ ისწავლე, იცი, აი ზუსტად აი ამ დროს ვისწავლე, აი ამ გაბუჭებაში ძალიან ბევრი რაღაცა და სცენაზე თითქმის მე ჩემი შეკერილი სამოსი მეცვა, ძალიან ბევრი წლების განმავლობაში. ეხლაც იცი, აი რაღაცას რომ ვიყიდე, აი არ არსებობს რაღაცა შტრიხი რომ არ მოცვალო არ შევიტანო, რაღაცა არ მივამატო, ან მოვაკლო და ქსოვით ძალიან ბევრს ქსოვ, ძალიან ბევრი ნაქსოვი. ეხლა პატარებს ის უკვე ზრუნავ რა ქსოვის ამბავში. შემიძლია ჯერ არ შემიძლია არც ქსოვ, იმიტომ რომ ძალიან დიდი რუტინა მაქვს, ამიტომ ძალიან ვიხლები და ჯერჯერობით არა. ასე რომ მე იმდენი რაღაცა მაქვს გაკეთებული, ერთი 3 მას გავაკეთებდი რა ჩვენებას, 60 კოლექციას ჩვენებას გავაკეთებდი და უღოთ ყველაფერი დარიგებული და გაჩუქებული, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს ჩუქება. ჩემს მეგობრებს რომ აცვეს. და როგორც წეგან საუბრობდით აქ სანამ ჩვენი პროდიუსერთან ერთად რომ თურმე საჩუქრებს რაღაცებს აყოლებს ხო, ენერგიებს, ხო, აი რაღაცნაირად, იცი, იმდენად ისეთი დადებითი ენერგიით ვაკეთებ ქსოვ თუ რასაც ვაკეთებ აი ადამიანისთვის, თუნდაც ვიყიდო რაღაცას გავუკეთებ, ჩემსას ენერგიას ჩავდებ, აი მართლა კარგად მუშაობს. აბსოლუტურად ყველას ეცვლება ცხოვრება და მართლა ესეთი ენერგიით ვჩუქნი. წყალი მთის შევახსენოთ მაყურებელს ბრომატის გარეშე გაზირებული გაგეთვალა. ძალიან ლამაზი ეს არის ბოთლი. ლამაზია და გემოც საკმაოდ ორიგინალური. აქვე გავახსენებთ მაყურებელს, რომ ჩვენი სპონსორია აჰავა ბრენდი, რომელიც წარმოგვიდგენს უნიკალურ დაპატენტებულ ფორმულას ოსმოტერს, რომელიც აერთიანებს უკრაინის ზღვის 21 მინერალს და მათ შორის მაგნიუმია, კალციუმია და კალიუმიც. ის უზრუნველყოფს კანის ინტენსიურ დატენებას და ეხმარება ელასტიურობის შენარჩუნებასა და ხელს უწყობს ნაოჭების წარმოქმნის პრევენციას. ხო, აი ესე წავედით ახლა წინ. აი ნაოჭებზე გავახსენ, სხვათა შორის უყვებოდი გვანცას. როგორი რაღაცეც მე ვარ კიბორჩხალა და განვიცდი აი აბსოლუტურად ყველა დეტალს. პაიტარა რაღაცა განვიცდი, და მე არაფერს არ ვაკეთებ. არა, რაღაცებს როგორ არ ვაკეთებ, მაგრამ არა გრანდიოზულს, რაღაც ხო ვთქვი პროტესტი გამოჩნდა. არა, რისი მოყოლა მინდა. ესე იგი დედამიწაზე მთელ მსოფლიოში რაც კი სალონებია, სილამაზის სალონები, გამოიკვლიეს, რომ აღმოჩნდა, რომ აი ამ სალონების დირექტორები არიან კირჩხიბები. კაი, მართლა იზა. კირჩხიბები. ესე იგი, იმდენად განიცდიან, მართლა, აი ჩემი და მე ხო ვიცი რა, როგორი ტიპი ვარ, როგორი ადამიანი ვარ, აზე რა განცდები მაქვს. დარდები. რომ მეტყვიან კირჩხიბი ვარ, რომ მეცოდება, ის ადამიანი უკვე ვიცი რომ რა დარდიანია. მაიცა სარკესთან კომუნიკაციისას განიცდი თქვა ღარის და ნაოჭის. შეიძლება სარკესთან არ იდგე, მაგრამ განიცდი ზედმეტად, რაღაცა წლებს განიცდი. და აი ყველა ეს 80% წარმომადგენლები არიან კირჩხიბები, ესე იგი იმდენად განიცდა, რომ ყველა სილამაზის სალონია. ინდუსტრიაში წავიდა. შენ სხვა გლიჯავებს წავით. მე ერთი პერიოდი მინდოდა სილამაზის სალონი, მაგრამ გადავიფიქრე. მე რაღაც სამკერვალო, სამოდელო, სამკერვალო, რაღაცები მინდოდა ესეც რაღაცა გავიდა დრო. მე ჩემი პროფესია იმდენად რთული და იმდენად დროის მომცველია, აი რასაც ვაკეთებ რა დღემდე რასაც ვაკეთებ რა. ვეღარ ვახერხებ
ვიწყდებდი და ვერ ვდებდი ამ ენერგიას ვერ ვყოფდი რა და ნუ ბოლო-ბოლო ეხლა ორი ანგელოზი დაემატა, რომლის ენერგიას ამოუშნდა. აი მართლა უკვე რაც დაგროვილი მქონდა და რასაც ვიღებ ზეციდან აი უკვე ვახმარ ჩემს ბასასუნებს ასე რომ კარგი, მოდი დაუბრუნდეთ ისე კვების თემას რა. რა არის ის ძირითადი პროდუქტები, რომელიც თქვათ შენთვის აღმოჩნდება აბსოლუტურად მიუღებელი კვებით რაციონში? ზოგისთვის ზეხვეულია ეს მაგალითად, ზოგისთვის წითელი ხორცია, ზოგისთვის ტკბილია, ზოგისთვის ფქვილია. თამუნარაზე ამბობს ვარს კატეგორიულად და რა მიზეზით? ზეხვეულზე ვამბობ ვარს, მე არასოდეს არ ვჭამ. არასოდეს. ზეხვეულს არ მივირთმევ და კიდევ შეფუთულ საკვებს. შეფუთულ საკვებში აი აღგულს. საკვები, რომელიც არის შეფუთული, ქარხნა, შეფუთულები. ხო, მივხვდი. კონსერვირებული, ქაღალდებში შეფუთული. ხო, ერთადერთი შეიძლება შოკოლადი და ხა იქ იმდენად შეფუთვას ხო არ აი ჰაერით შეფუთულები როა და რაღაცა ჩიპსები, აი რაღაცა აბსოლუტურად არაფერს არ ვიღებ ასეც. კარგი, რა არის ის ძირითადი ნაბიჯები, რომელიც შენი აზრით, თამუ, უნდა გადადგას ქალმა, რომ შეინარჩუნოს თავის ჯანმრთელობა და სილამაზე? აი რა არის მთავარი, აი ვიყოთ კარგად. იცი რა არის? არ მოვწიოთ, არ დავლიოთ, ბევრი ვივარჯიშოთ, წყალი მივიღოთ. კი, ყველა, აი ეს ყველა ჩამონათვალი აუცილებლად და მოწევა პირველ რიგში ეს არის საოცრად ამანგრეველი ადამიანის. ქონია პრაქტიკაში ეს მავნეჩვევა? მე არ ვეწევი, არასდროს არ მომიწევია, გასინჯული ვარ, მაგრამ არასდროს არ მომიწევია და მადლობა უფალს რომ მე ამის ზალა მქონდა, იმიტომ რომ ჩემს გარშემო აბსოლუტურად ყველა ეწევა. მე აი კიბორჩ ხალავ, მე იმდენად მინდოდა რომ ყოველთვის ფორმაში ყოფილიყავ. ჩემი ხმის ტემბრი ზუსტად იგივე მაქვს, არ შემცვლია სიმღერის დროს. ეს აი იმდენად ბევრი პლუსები მაქვს დღეს, აი იმ გადმოსახედიდან მე ხომ აღარ ვარ თინეიჯერი, მაგრამ აი როცა წლები გემატება და თითქმის აი რაღაც ისევ ისე ახალგაზრდული ხმა, ტემბრი, აი შენარჩუნებული გაქვს. ეს რაღაცა ძალიან დიდი სიამოვნებაა. აი მოწევა ქალს მით უმეტეს მე ვთვლი რომ სრულიად ანადგურებს. იცი აი იმ წუთას ის შეიძლება ვერ გრძნობს, მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ აბსოლუტურად ყველა ადამიანი იგრძნობს მოწევის ცუდ თვისებებს. და ამიტომ მე ჩემთვის ეს ჩემი სხეულისთვის ძალიან ესეთი მიუღებელ ფორმად მიმაჩნია და ამიტომ მე არასოდეს ალკოჰოლი? ალკოჰოლიც არა, იმიტომ რომ შეიძლება წითელი ღვინო ერთი ჭიქა, ისიც 1000-ში ერთხელ უბრალოდ აი უფრო აი ნატურალური ღვინო ძალიან კარგია, მაგრამ ისეთი მსმელი და ნუ ჩემი ორგანიზმი ნაკლებად. სახლში ახლა ბავშვები იყოთ, მეუღლე ეწევა სიგარეტს მაგალითად. ხან ეწევა, ხან არ ეწევა. აპროტესტებ? ძალიან ვაპროტესტებ, იმიტომ რომ აი სუნიც კი ჩემთვის მიუღებელია და იცი რატოა თან რო ვიცი რომ რა დონეზე ცუდი რაღაცა ადამიანისთვის განცდებში ვარდები, რომ ის ადამიანი აი თავს იკლავს ძალით. ადამიანი აი მართლა ძალიან ცუდი რაღაცა მოწევა, რა ვიცი ეს მე ყველას ჩემს მეგობარს თუ ვიმდიშვიდა ყველა არ ეწევა, მაგრამ აი ვისაც დავინახავ რომ ეწევა რაღაცა მთელი სული და გულით ვესაუბრები ხოლმე რომ იქნება არ მოწიოს. ნუ რა თქმა უნდა ხა ამის გარდა უამრავი რაღაცა ცხოვრებაში რითიც შეიძლება ღმერთმა დაგვიფაროს ყველა ჩვენთაგანი, მაგრამ რითიც შეიძლება ვთქვათ რაიმე დაავადება გაჩნდეს და რაღაცა. ხომ არ არის არიდება შეიძლება თავიდან ისი არიდებაც აი რო იცი რომ ის ცუდია, ნუ რატომ უნდა გააკეთო, ხო? იმდენი ბევრი სიხარულია ცხოვრებაში, აი იმდენი ბევრი სილამაზეა, რომ აი ამისთვის დრო ნამდვილად ალბათ არ უნდა გქონდეს ადამიანს. ძალიან ბევრი სიხარულია ამ ცხოვრებაში, საიმისოთ, რომ რა ვიცი, სიამოვნება მიიღო, აი ძალიან ბევრ სიამოვნებას იღებ ამ ცხოვრებიდან. თუ სწორად შეხედავ და ხედავ, აი იმ თვალებით სწორად უნდა დაინახო. ეხა არის ძალიან არ მიყვარს. არ მიყვარს. მაშინ ისე ვთქვათ, არაბლიც კითხები. აი რა სწავლებთ უპირატესობას ქალბატონო თამარ, კაბას თუ შარვალს? აი ეს ყოველთვის ვიბნე.
ზოგადად კაბა ქალისთვის ულამაზესი. ესე იგი პასუხი ეგ არის. არა, მაგრამ სულ შარვალს მიყვარს შარვა. ოკეი, კარგი. დილას რითი იწყებთ? ყავით თუ ჩაით? ჩაით? ჩაით. ცურვა უფრო განიჭებთ სიამოვნებას თუ სირბილი? ცურვა არ ვიცი და სირბილი. სიარული. კარგი. ხორცეული, გემრიელი სტეიკი თუ ცოცხალი ბოსტნეული? ოხრა კარგია გემრიელი სტეიკი, მაგრამ ბოსტნეული, ერთად. დამსახურებული კრიტიკა თუ დაუმსახურებელი ხება? დამსახურებული კრიტიკა ჯობია. რა თქმა უნდა. სახლში მომზადებული გემრიელი კერძი თუ ასევე გამოძახებული და გემრიელი კერძი? სახლში აუცილებლად. შენ ამზადებ სახლის ენერგიები აუცილებლად. მე ფანტასტიკური ხელი მაქვს, აი რასაც ხელს მოვკიდებ ყველაფერი. მართლა, აი რაღაცა. მაგრამ კი ვამზადებ. აი მეუღლეს უყვარს რაღაცა კერძები, რომელსაც შენ უმზადებთ. არა, ჩემი მეუღლე ფანტასტიკურად ამზადებს, ფანტასტიკურად. ეხლა ნაკლებად მე ამის თავი არ მაქვს. გავიგეთ. ზოგადად კი, ძალიან კარგი გემრიელად გამომდის რაღაცეები. ბუნებრივად დაბერება თუ ჩარევები? იცი რა არის, აი რა ვიცი, ისეთი საუკუნეა, რომ რაღაცა ჩარევა ცოტა ზოგჯერ კარგია, რა ვიცი. არა დიდი დოზით, არა დიდი დოზით, მაგრამ აი ცოტა კი, უნდა მივახმაროთ ხელი. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა თამუ რომ მოხვედი. მეორე რომ ორ პატარა ანგელოს უსურვოთ ჯანმრთელი ცხოვრება და ბევრი სიყვარული, რაც თავარია. თვითონაც მიიღოთ და მე მათაც გაეცათ ეს სიყვარული. ძალიან დიდი მადლობა თამუ ნამონაშუს. გამიხარდა შენი ნახვა. მეც. ძალიან გამიხარდა. წარმატებებს გისურვებ სცენაზე, პირად ცხოვრებაში, ბავშვების აღზრდაში. ყოფილიყავი მუდამ ესეთი ენერგიული, ხალისიანი, პოზიტიური, რა ვიცი, მართლა მე სიამოვნა შენთან კომუნიკაცია და მართლა გამიხარდა გულახდილად გეტყვი, იმიტომ რომ ადამიანები ერთმანეთს ხანდახან ხო შეხედავ შეიძლება 10 წელი ვერ შეხვდე, ვერ ნახო, მე ეს რაღაც მოისმინო, გაიგო, გაგახსენდეს, იმიტომ რომ ჩემთვის ერთი თაობისანი ვარ ჩვენ პრინციპში და ის რასაც შენ ქმნიდი და დუეტებში თუ სოლო კონცერტებზე, ყოველთვის სადაც არ უნდა აჟღერდეს რაღაცნაირად მოშეგეხება ხოლმე. ძალიან დიდი მადლობა და მაყურებელს დიდი მადლობა რომ გვიყურებთ, მოიწონეთ ჩვენი არხი და მადლობა თამუნას. მადლობა ასეთი სითბოსთვის, ასეთი კარგი აი რაც თქვენთან სუფევს მეგობრობისთვის და მადლობა შენ, ფანტასტიკური ენერგია გაქვს. არა მარტო ჩვენ. არამედ მართლა ფანტასტიკური ენერგია და საოცრად კარგი წამყვანი, ასე ექიმი და ასეთი კარგი წამყვანი. ბოტოქსზე გელოდები. აუცილებლად, ჩვენ ხომ მოვილაპარაკეთ. მოვდივარ და ძალიან დიდი მადლობა ყველას და მადლობა ჩვენს სვენელს. გაიხარეთ, მადლობა. დაიხარჯა შეივსე წყალი მთის. გადაცემას წარმოგიდგენთ წყალი მთის.